თბილისის საქალაქო სასამართლომ გირჩი მეტი თავისუფლებისა და ახალი პრესსამსახურის წარმომადგენლებს ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა. მათ პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. მირიან ქავთარაძე ის პოლიციელია, რომელზე თავდასხმის ბრალდებითაც კოალიციად ცვლილებისთვის წევრი საბას ხვიტარიძეა დაკავებული. ბაღათურია და ყურაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. მირანდა ბაღათურიას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ პოლიციელ ქავთარაძის დაკვეთა იყო. დარბაზში ხდებოდა სრული აბსურდი, იმიტომ რომ საქმეზე არსებობს მხოლოდ 4 მოწმე, არანაირი ვიდეო მტკიცებულება ან აუდიო მტკიცებულება. ჩემთან მიმართებაში ვისაუბრებ, რომ მე საერთოდ მირან ქავთარაძე თვალით არ მყავს, იმდენს ნანახი 17 აპრილს ეხება საქმე, მასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მომავლეობას, სადაც ნიკას გვარემეს პრესსამსახურებრივ და ვიმყოფებოდი მასთან პროცესზე და მირან ქავთარაძემ დატოვა უკვე ეზო, მაშინ გავიგე, რომ მირან ქავთარაძე იყო საერთოდ აქ. შეურაცხყოფას მედავებიან, თითქოს მირან ქავთარაძეს გავეკიდე და ვეძახე მონა და სრულ მოწმე. ერთი მე ზოგადად მაინც ჟურნალისტური დისციპლინა მაქვს და არ შემიძლია რაღაც ადამიანის მიმართ მსგავსი წამოძახილები, მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი რომ ცრუ მოწმეა მირიან ქავთარაძე. მიუხედავად ამისა, მე იმ დღეს არანაირ გადაკვეთაში არ ყოფილა რა და იცი რა მთავარი ის არის, რომ შეძლოს ამის დადგენა ძალიან მარტივად ფოიეს კადრების ამოღება, რომ უბრალოდ მე პარალელურად მეორე სართულზე ვარ ის რომ გამოვყავთ. გულწრფელი რო ვიყო პატიმრობას ველოდი, მაგრამ აღნიშნულ ჯარიმასაც არ ვეთანხმები, ვინაიდან არ ვიყავი იმ პროცესში იქ, რასაც მედავებიან დერეფნის ეპიზოდს და მონის დაძახებას, მაგრამ ფიზიკურად არ ყოფილა იქ ადგილზე. მირიან ქავთარაძისთვის. წარმოუდგენელია, საიდან ამომიცნეს. მეუბნებია, რომ ამომიცნეს ტელევიზიებიდან, ოღონდ ტელევიზიებშიც არ ვჩანვარ საერთოდ და ვერ ამომიცნობდა ფიზიკურად. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მახინჯი არარაობა. აი სამარცხვინო მახინჯი არარაობა ჩამოყალიბდა მთელი სტრუქტურა, ყველა უკალებლივ, როგორც მახინჯი არარაობა, რომელიც უკვე არბევს ფეხმძიმე ქალებს, სირეწლოვანშვილიან ქალებს, ადამიანებს, რომლებიც ეხმარებიან პატიმრების ოჯახებს და დღეს უკვე იჭერდა 25 წლის ორ ჟურნალისტ გოგოს. ოღონდ იმისთვის, რაც არ გაუკეთებიათ, ჯერ თავი დავანებოთ, რომც გაეკეთებიათ, პატიმრობას ითხოვდნენ, მაგრამ არ წყობ ორივე ჩემ გვერდით იდგა ბრიფინგის დროს. ჩემი პრესსამსახურია. ჩემ გვერდით იდგნენ, უკვე დამთავრებულიც არ იყო, რომ იმდინარეობდა ის ამბავი მაშინ. და ეხლა რატო გონია ამ ხალხს, რომ არ გადაიჩეხებიან? გადაიჩეხებიან, ოღონ ისე მწარეთ, რომ ვერ ადგებიან ფეხზე, წელში ვერ გასწორდებიან. პატიმრობას ითხოვდნენ ანაზე და მირანდაზე, მოიტანეს ვითომ ვიდეო მტკიცებულება, რომელიც საერთოდ სხვა დღის ჩანაწერი იყო, სადაც არაფერი არ ხდებოდა და არაფერი არ ჩანდა. რაც ვარჩენეთ რომ სხვა დღის იყო, ანუ მტკიცებულებაც კი არ ქონდათ არანაირი, მაგრამ მოიყვანეს ვიღაც პოლიციელები, რომლებსაც მოყვა რაღაც ღაპრები, შეიქმნა მოტანილი კადრები იმ დღის, სადაც ძალიან ახლად ჩანდა, რომ ის ქავთარაძე როდესაც გადის აქედან, არც ანა და არც მირანდა იქ ახლომახლოს არ არიან საერთოდ. მაგას სხვადასხვა მნიშვნელობა არ აქვს. ყველა არიან მონები, მონის დაძახების გამო. ყველა არიან მონები, ყველა. და მაინც მიუსაჯა 4,000 ლარიანი ჯარიმა. მაგრამ ისინი ის ორი გოგო ითხოვდნენ, უბრალოდ პატიმრობას ორი გოგოსთვის, იმის გამო რაც საერთოდ არ ყოფილა, არ მომხდარა საერთოდ არაფერი. პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. შესვენებაზე სხდომის დარბაზის წინარიგების ადგილების სავარაუდოდ პოლიციელებმა დაიკავეს, რასაც დარბაზში პროტესტი და ხმაური მოხვა. მოგვიანებით პროცესზე მივიდა ნიკა გვარამია, რომელმაც პატიმრობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა გააპროტესტა. მანდატურებმა რამდენიმე მოქალაქეს დარბაზი და შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
დავიკარგეთ.